მოგესალმებით, ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. არ შეიძლება 4 ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას. არ შეიძლება 4 ასეული ნაციონალის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სისხლის სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერავინ აღმართავს ხელს ქართულ სახელმწიფოზე და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებს მით უმეტეს 4 ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. არ შეიძლება 4 ასეული ნაციონალის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ. აქედან გამომდინარე სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებსა და ინტერესებს, განაცხადა კობახიძემ. ფრაქცია ქართული ოცნებიდან და უმრავლესობიდან გასული ილია ინჯიას, ვარლამ ლიპარტელიანისა და ნიკა ელისაშვილის შემადგენლობით პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტები დარეგისტრირდა. ევროპელი სოციალისტები საპარლამენტო ოპოზიციის სახით იქნება წარმოდგენილი და მისი წევრები პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილ კვოტებს დაიკავებენ. აღნიშნული ჯგუფის შესაქმნელად პარლამენტის რეგლამენტი შეიცვალა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არანაკლებ 3 დეპუტატს მიეცა. ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაანონსა, არანაირი ვალიდურობა და ლეგიტიმაცია არ ექნება. საქართველოს მოქალაქეები, ქართული მედია, დამოუკიდებელი არხები და პოლიტიკური ძალები გაცილებით უფრო მეტი, ძლიერი, რეზისტენტული და ბრძოლის უნარიანი იქნება, ვიდრე ივანიშვილს ოდესმე წარმოედგინა. ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ მედიის კანონთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე შეფასებით, მომავალი დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ცვლილებები გაუქმდება. ასევე თინა ბოკუჩავა ნეტგაზეტისა და ბათუმელების დამფუძნებელ მზია ამაღლობელის საქმეზეც გამოეხმაურა, რომელიც 27 დღეში მშილობს. თინა ბოკუჩავას შეფასებით, მზია ამაღლობელმა თავისუფალი სიტყვითა და გამბედაობით ბიძინა ივანიშვილის რუსული სახე და დიქტატურა ამხილა. ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში. ან აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რაც ადრე გვქონდა, ან საქართველოს მართლაც აღმოსავლეთით წავა და ამ ყველაფერს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს. ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ინტერპრეს ნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების გზა აღმოსავლური გზაა და ამ ყველაფრის გავლენა ქართული ხალხისთვის აბსოლუტურად დამაგრებელი იქნება. ამასთან შეკითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად, ევროპარლამენტარი არჩევნებს ასახელებს. იყო ძალიან მძიმე პროცესები, ძალიან მძიმე ფაქტები. კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდული უცხოელი დიპლომატები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი deep state-ის საქმიანობის შედეგია. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად. საქართველოს ხელისუფლების მიერ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე კანონ-პროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან. საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნასთან და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. პარლამენტის ცნობით საკითხი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა. წარმოდგენილი ცვლილებებით კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არიან მრჩევლები. გამომდინარე იქიდან, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ჰყავდეს უცხოენოვანი მრჩეველი. გარდა ამისა, კანონ-პროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლითაც წესრიგდება გარდამავალ პერიოდში არსებული რიგი სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული, არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვეძლება საქართველოში ახალ არჩევნებზე მუშაობა. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა. მისი მტკიცებით, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, რესპუბლიკელები და დემოკრატები არსებითად ერთად მუშაობენ. მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში, განაცხადა უილსონმა.
თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. კორძაიას თქმით გადაწყვეტილება რთულია და იცის რომ არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, თუმცა გასაგებია. ამასთან მისი განცხადებით რჩება აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად. მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მივდივარ პოლიტიკიდან. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი, ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია. რჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად. წერს კორძაია Facebook-ზე. კორძაია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სიით იყრიდა კეჭს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილის ინფორმაციით პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში 10 წევრისგან შემდგარი კვოტა განისაზღვრა, სადაც 5 ადგილი ექნება ფრაქცია ქართულ ოცნებას, 2 ხალხის ძალას, 1 ევროსოციალისტებს, 2 ადგილი კი იქნება დარჩენილი ისევ ოპოზიციის კვოტით, რომლის ათვისების შესაძლებლობაც გახარიას პარტიას ექნება. მისივე განმარტებით საგამოძიებო სტრუქტურა მალევე დაიწყებს მუშაობას და იქნება გამჭვირვალე პროცესი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი 10 თებერვალს კი გამოიტარებს. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი დაფიქსირდეს. 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეიონებში ზოგან მოსალონელია თოვლი. შესაძლებელია ნისლი. აირის ტემპერატურა დღისით -2 - -4 გრადუსით დაფიქსირდება. აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია დაიღუპნენ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოიყვანათ წუხელღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს. აღნიშნავს ნადირაძე სოციალურ ქსელში. ინფორმაცია ინტერპრეს ნიუს დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელობს. ინფორმაციას Associated Press პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ანდრეი იერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი. იერმაკის თქმით, უკრაინის დელეგაცია წარადგენს ქვეყნის პოზიციას ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას. მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ მიუნხენის შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის აღკვეთა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეიდი ვანსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანიც წერს და აცხადებს, რომ ჯეიდი ვენსთან კარგი საუბარი ჰქონდა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსთან თეთრ სახლში კარგი საუბარი გქონდა, წერს ფაშინიანი. იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით შეხვედრაზე მხარეები თავდაცვისა და ეკონომიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ. ამასთან იშიბა სავარაუდოდ შეეცდება განიხილოს იაპონური ინვესტიციები აშშ-ში, ისევე როგორც ორი ქვეყნის უსაფრთხოების ალიანსი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც იაპონია ცენტრალური ქვეყანაა ვაშინგტონის უსაფრთხოების სტრატეგიაში. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპთან ნდობას დაამყარებს. ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია აკრძალოს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ აგრესიულ ომს, ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ინიციატივის მიზანია შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპაში უსაფრთხოებას და მისი მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნას მტრული გავლენის განსახორციელებლად. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.